ეს არის სამედიცინო მოწყობილობები, აქ რამოდენიმე ვარიანტი მაქვს პროექტები გაკეთებული. ეს არის თირკმლის მუდამ საშუალო გზებიდან კენჭის ექსტრაქციის აპარატი. ეს არის სტენტ გრაფტი, მუცლის აორტის. ეს მუცლის აორტის სტენტ გრაფტია. დანარჩენი ახლა რაც არის, ეს არის რაც გითხარი, ეს არის თავის ტვინის ტრომბექტომიის მოწყობილობა. მოდი ამას განახებ. თავის ტვინის ტრომბექტომიის სამედიცინო მოწყობილობა შეიძლება ისე გადაიღო, რომ იკითხებოდეს. კარგი. აი ეს არის макеტი. макеტი, სადაც სტენტ გრაფტი ვერ შედის თირკმელში, რო ვერ შედის, ხო? სტენტ გრაფტი ახლა გააკეთეს ეს, შვეიცარიული ახლა გააკეთეს. მანამდე მე მაქვს პროექტი გაკეთებული, რომ სტენტ გრაფტი შევიდეს, გამობერილი თუ ახლოს არის თირკმლის ტოტებთან, მაშინ იქ შანსი არ არსებობს, რომ სტენტ გრაფტი შეიყვანო და ოპერაცია უნდა გაკეთდეს, უნდა გაიჭრას ადამიანი და სტენტ გრაფტი უნდა შემოიკეროს. ეს რომ არ შემოიკეროს, იმიტომ მე გავაკეთე მოწყობილობა. აი ამას ვქვია. გავაკეთე მოწყობილობა. აი ნახეთ. აორტის კედლისა და სტენტ გრაფტის დასამაგრებელი მოწყობილობა. ამითი შემიძლია მე შევიდე პირდაპირ დიდი არტერიიდან, შევიდე შიგნით და სტენტ გრაფტი შემოკერვის გარეშე დავაზაკლოპკო. ის ზაკლოპკა იქნება ისეთი მასალისგან გაკეთებული თავსებადი ადამიანის სხეულთან. ეგ არის ამისი დანიშნულება. შემდეგი გულსის ზართა ათერო ტრომბექტომიის მოწყობილობა. აი ამისი პატენტიც მაქვს, ყველაფერი მაქვს. აი ეს რო ჩამდეს და საჩვენებელი შესაძლოც გავაკეთეს საკუთარი ძალებით. და რა ხდება ახლა როგორ არის ამისი მუშაობის პრინციპი? არის 1000-ნაირი, არის როტექსი ფირმის, არის დახის სემიონოვის, არის სიმენსის 1000-ნაირი, მაგრამ ჯერჯერობით გამოყენებული არის, როგორც ადამიანის ორგანიზმში შევიდეს და ის ფუნქცია შეასრულოს, რაც შუნთით კეთდება. როცა შუნთი ვერ კეთდება, მაშინ სტენტს აყენებენ. აი ეს არის სტენტი. აი ეს არის იმიტაცია სის ძარღვის. აი სტენტი. და ეს სტენტი ორ მაგს აკეთებენ, რომ გაიბიძნება, ერთი გამოიღონ და მეორე სამუდამოდ რჩება. ის გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ მე გავაკეთე ასეთი მოწყობილობა. აი სადაც, აი ახლა ახლოს მოდი, აი სადაც ხოლესტერინი უკვე ერთმანეთთან მისული არის. იმდენი ნადებია და უკვე კეტავს. ამას ფოლაკები ქვია სისხლში რაც არის. და რო ჩაკეტავს, დამთავრდა ყველაფერი, კაცი უკვე ინსულტი აქვს. ამიტომ შვებიან ოპერაციას, აქედან ამოჭრიან ერთს, ფეხის ზარღვიდან, ძელს ამოიტანა და ამას გადააბამენ და ამითი შუტირება გაკეთდება და ადამიანი ამოისუნთქავს. აი ჩემი მოწყობილობა რა არის? მე შემიძლია პირდაპირ ეს მუშაობს. მე შემიძლია პირდაპირ შევიდე დიდი არტერიიდან, მივადგე ამ ხოლესტერინის იმ ადგილას, სადაც უკვე გადაკეტვაზეა მისული, შეუშვა ჩემი მოწყობილობა, მოჭრას ეს ხოლესტერინი, ჩაიყაროს კონტეინერში და წამოიღოს უკან. ახლა ნახე, აი ახლოს მიდი, აი როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა. ერთი ნაკანისნიკი ბრუნავს და 4 სექცია ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავი, რომელიც ხოლესტერინს რომ მოჭრეს, შიგნით ჩაიყრის და შემოვა კონტეინერში და კონტეინერში ჩაყრის ამ ყველა მოჭრილ ხოლესტერინს და გამოასრიალებ ამას უკან და 1 საათში შეგიძლია კაცის შრუტი გაკეთებული გაუშვა სახლში. ახლა ეს ერთი მეორე მოწყობილობა ისეთერად მაგ გაკეთებული, ახლა ცოტა უკან გაიწე, გაკეთებული რომ ყველა მხრიდან შეუძლია მუშაობა, ავაუყურა. აი ამ შემთხვევაში ნახე, მაინც მუშაობს. კათედრი შემიძლია ნებისმიერი ზევიდან აი ასე დავიჭირო. აი ასე დავიჭირო კათედრი. მაინც მუშაობს. ახლა მაქსიმალურ კუთხეზე დავიყვანოთ. აი აჰა, მოუღუნე აგერ მოვიტანე აქამდე. მაინც მუშაობს. იმ დონეზე მაგ გაკეთებული ასე ეს კათედრი და თელენბავი და
ეს აგერ არის აღიარებული ამის ინგლისური ვარიანტიც მაქვს სადღაცას შენახული მაქვს აი ახლა მე მოგიყვებით 2017 წლის 13 ივნისს ჩატარდა კარდიოლოგ ზაზა სოფრონაძის ხელმძღვანელობით ჯანდაცვის სამინისტროში ამის პრეზენტაცია და აგერ პრეზენტაციაზე ხელმომწერი კარდიოლოგები, რომლებმაც აღიარეს როგორც პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ხელსაწყო, რომელსაც მოხსენება გააკეთა ავტორმა გოგი ყველაცხელიანმა, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ ერთხმად იქნა აღიარებული, როგორც სიახლე თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში და ხელსაწერად. აი ხელმოწერები. აი აგერ ინგლისური ვარიანტი მაქვს, ნათარგმნი სადაც საჭირო იქნება. ამით დღეს მე უკვე ვამთავრებ ამის ჩვენებას, ყველაფერი ავხსენით, ყველაფერი ვაჩვენებ და დიდი მადლობა ყველაფრისათვის.